დღეს ვიწყებთ ამ აეროპორტის მშენებლობას, რომელიც უნდა დამთავრდეს მომავალ ზაფხულში და ქუთაისს უნდა კონდეს თავისი ნამდვილი საერთაშორისო აეროპორტი. ისეთ კი არა, რაც იყო ხოლმე ყოველთვის მეორე ხარისხოვანი რეგიონალური არამედ აეროპორტი, რომლიდანაც ყოველდღე იფრენენ რეისები მიუნხენში, იქნება რეისები ქუთაისი, მიუნხენი, ქუთაისი, ლონდონი, როდესღაც ქუთაისი, ნიუ-იორკი, როდესღაც უახლოეს წლებში ქუთაისი, შანხაი, ქუთაისი, სტამბული და თავარი რაც აქ მიზანია რომ იყოს დაბალი ტარიფები, რომ შემოიყვანოთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები. ეხლა იმ პირობებში, როცა პრობლემა რა არის თბილისის აეროპორტი. თბილისის აეროპორტს ოპერირებს თურქული კომპანია ტავი, რომელმაც თავის დროზე რომელთანაც ერთად ავაშენეთ აეროპორტი და ჯერჯერობით მათი ტარიფები არის საკმაოდ არამოქნილი. ამის გამო და კერძო კომპანია და ამის გამო მომსახურება რახან მაღალია თბილისის აეროპორტში, ბილეთის ფასიც ამის უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს და შედარებით უჭირთ შემოსვა დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, თუმცა ეგეც დაიწყო, იმიტომ რომ როგორც კი დავიწყეთ ამ აეროპორტზე ლაპარაკი. და როცა ეს აეროპორტი გაიხსნება, იმის გამო რომ ასევე ავტობანი ჩამოდის თბილისიდან ქუთაისში, ძალიან ბევრი მგზავრი ასევე თბილისიდან, მანამ მხოლოდ თბილისიდან, არამედ თურქეთის მეზობე რეგიონიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან გადმოვა ქუთაისში. იმიტომ რომ ასევე ავტობანი იქნება თბილისი-ბაქო და შესაბამისად თბილისი-ქუთაისი. და ამიტომ მოუხდება ასევე თბილისის აეროპორტს ტარიფების დაწევა. იმიტომ რომ ხალხმა უნდა იფრინოს იაფად. ჩვენ მაღალი შემოსავლები ქვეყანაში არ აგვაქვს, მაგრამ ხალხმა უნდა ბევრი იმოგზაუროს, იფრინონ, ბიზნესი აკეთონ, ისწავლონ, უბრალოდ ტურიზმის იაროს და ამისთვის ქუთაისი გახდება ძალიან დიდი სტიმულის მიმცემი. არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ დანარჩენ საქართველოსთვის, იმიტომ რომ აქ უნდა შემოიყვანოს სწორედ ესეთი ბევრი იაფი ტარიფიანი კომპანია და ყველა სხვა აეროპორტს ასევე გაუწიოთ ისეთი კონკურენცია, რომ ვერავინ ვერ გაბედოს ბილეთების ხელოვნურად გაძვირება. აქ არის ჰოლანდიური კომპანია დააპროექტა სამუშაოები, თქვენ ნახეთ ეს ყველაფერი, please. Okay. Thank you well. აი ამ კომპანია მე ნახეთ. ძალიან მე კარგად მომეწონა მათი რომ ძალიან ჩქარა გააკეთეს პროექტი, მე ყველაფერი მინდა ძალიან ჩქარა და ასაფრენი ზოლი უკვე დაიწყო, ამიტომ მაგალითად ჩვენ ვეღარ დავჯერქით ეს უკვე ეს აღარ ოპერირებს, მაგრამ რამდენიმე თვეში ასაფრენი ზოლი დასრულდება, ეს ტერმინალი ზაფხულში გაიხსნება და ჩვენ თვითონ დავსხებით და ქუთაისთან დაუკავშირებით დანარჩენ მსოფლიოს. ამიტომ მსოფლიოს ცენტრი უნდა გახდეს ეს ქალაქი.